არჩევნების მეორე ტურში მიხეილ სააკაშვილსა და ოლიგარქ შორის დაპირისპირების შემთხვევაში გია მაისაშვილი მხარ სააკაშვილს დაუჭერს. ამის შესახებ მომავლის პარტიის ლიდერმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიზნეს ცენტრის პროფესორებთან შეხვედრისას განაცხადა. მაისაშვილი ეროვნულ საბჭოსაც აკრიტიკებს, რადგან მისთვის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, აქციებით ხელისუფლებაში მოსვლა მიუღებელია. მოსაწყენი არ არის იდეალური ადამიანი, რაღაცები ხო უნდა აკლდეს ადამიანს. აი ჩემი ისე რა ქვია, უარყოფითი თვისება შეიძლება ეს იყოს. არაპუნქტუალური გიორგი მაისაშვილი ოპოზიციას და ხელისუფლებას ერთდროულად ემიჯნება. ეხლა არის მცდელობა ისევ მესამედ ეგზალტაციით, ემოციით, ქუჩიდან, მიტინგიდან გადაწყვიტოს საქართველოს ბედი. დღეს რა ხდება? ოპოზიციაში გადადის ის, ვინც ნამინისტრალია, მამაძაღლარია უკაცრავად ამ სიტყვაზე. არა? იქიდან მოსული ადამიანი, რომელსაც იგივე ინსტინქტი აქვს, უბრალოდ დაბოღმილია იმ კაცზე. მე მიშა სააკაშვილზე დაბოღმილი კი არა ვარ. მე ჩემი ქვეყნის მომავალი მინდა. არის საშიშროება იმისა, რომ ესეთი ცუდი არჩევანი გქონდეს. ცუდსა და უარეს შორის არჩევანი. მაშინ ძალიან რთული იქნება სიტუაცია. თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა და მიხეილ სააკაშვილმა, მაშინ მე აღარ მონაწილეობ ამ საქმეში. თუ ოლიგარქი დაუპირისპირდა მას, მე მიხეილ სააკაშვილს დაუდგები გვერდით. ეროვნული საბჭოდან გიორგი მაისაშვილისთვის დღეს არ უპასუხიათ. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება წაგებულ პოზიციად ბადრი პატარკაციშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრმა ვალერი გელბახიანმა შეაფასა. უმრავლესობის წევრებისთვის კი მაისაშვილის დღევანდელი გამოსვლა მისაღები აღმოჩნდა. მისი არჩევანია ის ვის დაუჭერს ხარს და მისი ამომრჩეველი. როდესაც პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას აკეთებს, ცხადია მას წინასწარ ხელი მოწერილი აქვს წაგებაზე. მაისაშვილი არ ყოფილა დაკავშირებული ეროვნულ საბჭოსთან და როგორც ჩანს საღის შეხედულება აქვს ბევრად მოვლენებზე. ამიტომ გააკეთეთ ასე გააკეთე, მივესალმებ. სანამ არჩევანს გააკეთებს, მაისაშვილი 5 იანვრის არჩევნებისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს. ბიზნეს მეცნიერებათა აკადემიის პროფესორებს და სტუდენტებს არჩევნებში მონაწილეობას თხოვს. გია მაისაშვილმა დღეს ის გვარები დაასახელა, ვისი ნახვა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თავის გუნდში სურს. აი ეს არის გუნდი. მე ეს გუნდი არ მოდის ხელისუფლების სათავეში. ეს გუნდი არის სტრატეგიის დამკვეთი, სტრატეგიის ჩამოყალიბებელი. შემდეგ ლადო პაპავა ყავს. ძალიან ბევრი კარგი ადამიანები ყავს, რომლებიც უნდა მოიყვანოთ და დავეკითხოთ. უმრავლესობის ყოფილი წევრი ლადო პაპავა კი მაისაშვილთან ალიანსს კატეგორიულად უარყოფს. მიუხედავად ჩემი ყველა პრეზიდენტობის კანდიდატისა და კონკრეტულად გია მაისაშვილისა და ღონესი პატივისცემისა, მე ძალიან ვაფასებ ჩემს დღევანდელ დამოუკიდებელ სტატუსს და არავის გუნდის წევრობას არ ვაპირებ. ეკონომიკური კონცეფცია პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს პროფესორებს და სტუდენტებს დეტალურად გააცნო. უფრო ადრე ვარდების რევოლუციამდე გიორგი მაისაშვილი საზოგადოებამ ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე გაიცნო. სააკაშვილის ეკონომიკური პროგრამა მაშინ მაისაშვილმა დაუწერა. უკან დახევის დრო არ არის ძმებო. თუ უკან დავეხებ ჩვენ საკუთარ მომავალზე ვარ შეაწყდა. გიორგი მაისაშვილი საქართველოში სააკაშვილის თხოვნით ჩამოვიდა. 10 წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობდა. სპეციალობით ეკონომისტმა სტენფორდის უნივერსიტეტი და ჰარვარდის სამთავრობო სკოლა დაამთავრა. მუშაობდა სხვადასხვა უცხოურ კომპანიებში. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი საქართველოში უკვე 2004 წელს ჩამოდის. ზარმაზარი წილი როლი ითამაშა ნაციონალურ მოძრაობამ და კერძო მიშა სააკაშვილმა ამ შევარდნაძის რეჟიმის ჩამოსაგდება და დიდი მოწიწება და დიდი სიმპათია ჩემგან ამის გამო რასაკვირველია მას ეკუთვნის. თუმცა ამ დღის შემდეგ ის სააკაშვილის გვერდზე აღარ გამოჩენილა. ის უკვე დამოუკიდებლად აფუძნებს საზოგადოებრივ ორგანიზაციას მომავლის მთავრობას. კონსულტაციებს მართავს ოპოზიციურ პარტიებთან. თუმცა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებაზე უარს აცხადებს. გაერთიანებაზე არ არის ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი ახალი პოლიტიკური კულტურის შემოტანაზე საქართველოში. ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი თითქმის ყველა აქციაში იღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულა. 2007 წლის ზაფხულში უკვე აფუძნებს მომავლის პარტიას. 2 ნოემბრის აქციას შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული მაისაშვილი გამთენიისას შეუერთდა. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემდეგ გიორგი მაისაშვილი პირველი იყო, ვინც მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. გამარჯვების შემთხვევაში უკვე მეორე პრეზიდენტი იქნება, რომელსაც მეუღლე სხვა ქვეყნის მოქალაქე ყავს.
დღესდღეიდან ამორჩეულს ხდება დავით გამყრელიძე გლდანში მეტრო ახმეტელთან პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო. დავით გამყრელიძემ საუბრისას აქცენტი უმუშევრობაზე გააკეთა და გლდანელებს გამარჯვების შემთხვევაში დასაქმებას და მეწარმეობის განვითარებას დაპირდა. გამყრელიძის მთავარი პრიორიტეტი კონსტიტუციური მონარქია რჩება. ამ საკითხზე პრეზიდენტობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. მაშინ მე აღარ გეტყვინოთ რომ ესე გავაგზელებ მე ბრძოლას, მაგრამ შეცვალ ბუკრეტები და თქვენი მე იმედი მაქვს რომ თქვენ მხარს მე დამიჭერთ, იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მე კეთილსინდისიერად ყოველთვის ხალხის ინტერესებიდან გამოვდიოდი და ის ჩემი პასუხისგებლობა რაც მქონდა, იყო განპირობებული იმით რომ მე თქვენ წინაშე ვიყოფილიყავი პირნათელი. მე არასოდეს არ გამომიყენებია ხალხი არაფრისთვის, ჩემი პოლიტიკური მიზნებისთვის და ეხლაც მინდა გითხრათ რომ არასოდეს თქვენ დარტყმის ქვეშ მე არ დაგაყენებთ. არასოდეს თქვენ ინტერესზე უფრო მაღლა ჩემს ან რაიმე სხვა ინტერესს არ დავაყენებ. ვიქნები თქვენ სამსახურში და რაც გაკეთდება ნახავთ რომ იქნება ყველასთვის, თქვენთვისაც, პრეზიდენტისთვისაც, მინისტრისთვისაც, კარგად იქნებით, ყველა კარგად იქნება. ხალხს პრობლემები ექნება, ეს პრობლემები უნდა ქონდეს ყველას. პრეზიდენტია, სახელმწიფოს მეთაური, მინისტრი, თუ პარლამენტის თავმჯდომარე, ყველამ ერთნაირად უნდა ვიგრძნოთ წარმატებას და წარუმატებლობას. ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა რუსთავში ქვემო ქართლში ეროვნული საბჭოს საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას კახა შარტავა გაუწევს კოორდინირებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს რუსთაველებს ლევან გაჩეჩილაძესთან და სალომე ზურაბიშვილთან ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლა და მსვლელობაში მონაწილეობის მიღებას თხოვეს. შტაბისკენ წამოწმ ამ ქალაქების და ამ სოფლების მოსახლეობას. ეს აუცილებლად გაკეთდა. სრულები აქ ხელისუფლებას მუდმივად ქონდა რაღაც სახელმწიფო რესურსი და ეს მითი უნდა დაინგრეს ერთხელ სამუდამოდ და ხალხმა უნდა დაინახოს და საზოგადოებამ დაინახოს რომ აქ ქვემო ქართლში არანაირი რესურსი ხელისუფლებას აი ამ ხელისუფლებას აღარ გააჩნია. ამიტომ აქედან ვიწყებთ სწორედ ჩვენი მოსახლეობა. გაუგებრობა მოყვა ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის გახსნას ქარელში 3 დღის წინ საერთო სახალხო მოძრაობის წევრებმა შტაბისთვის ფართი ქარელში მცხოვრები შოთა გოგიჩაშვილის განიქირავეს. დღეს კი გოგიჩაშვილმა განაცხადა რომ მას ქარელის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ბაბლიძემ დაურეკა და შესთავაზა გაჩეჩილაძის შტაბისთვის უარი ეთქვა და ფართის საკრებულოსთვის მიექირავებია. თავად ილია ბაბლიძე შოთა გოგიჩაშვილთან რაიმე კავშირს უარყოფს. დღეს ქარელში ვითარების გასარკვევად ინა ხიდაშელი და კოკა გუნცაძე ჩავიდნენ. განაცხადა საჯაროდ. ზეწოლა. ზეწოლა როგორი ზეწოლა ისეთი არაფერი აბსოლუტურად. მე თვითონ უბრალოდ ჩვენ გვინდა ვიქირავოთ ეს ვინა. საკრებულოს თავმჯდომარე. და კონკრეტულად ამ შენობაზე რატო იყო ლაპარაკი? იმიტომ ეს ცენტრია. პრობლემა იყო ის, რაც ტრადიციულად ყველა თითქმის ყველა რაიონში ექნებათ უკვე ჩვენს ოფისებს, როდესაც იბარებენ ზოგან პოლიციის უფროსები, ზოგან საკრებულოები, ზოგან გამგებლები, ანუ ვინ უფრო მაგარი ბიჭია რაიონში მის მიხედვით და სთხოვენ რომ დაგვატოვებინონ და მესაკუთრებს სთხოვენ რომ დაატოვებინონ საოფისე ფართები. მსგავსი არანაირი არ ყოფილა. რატო დავიბარებდი მე იმ ადამიანს და რატო უნდა მეთქვა დაუშვათ იქ ოფისი არ უნდა იყოს რაღაც. ეხლა საიდან მოდის ეს რატო აგორებენ ამას მე არ მესმის. წინასაარჩევნო კამპანიას სიმღერით შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ხვალიდან მომღერლები აქციებს იწყებენ. 30 დეკემბრამდე აქცია-კონცერტები დედაქალაქსა და რეგიონებში გაიმართება. ჩვენ გვიყვარს საქართველო და ჩვენ შემოვხაზავთ ხუთიანს. ასეთია იმ პიარ აქციის სლოგანი, რომელიც პოპულარულმა სახეებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დაიწყეს. მომღერლები, მსახიობები და შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები დღეს პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ და ღიად განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს. მე მჯერა, რომ ეს ადამიანი, როდესაც მოვა და იმედია ღმერთისნებით მოვა, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი გაკეთდება, რაზეც არის საუბარი და ეს არ არის ტყუილი სიტყვები. მე ამისი მჯერა. მიხარია რომ აი ესეჩი ცოყოლანი ეს არაჩვეულებრივი ჩემი კოლეგები რომ ერთად ავართ შეკრებილები ულამაზესი ხალხი თქვენთან ერთად და ჩვენ რო გვიყვარს საქართველო და ჩვენ რო გვჯერავს მიშა სააკაშვილის და ხუთიანი რო უნდა შემოვხაზოთ რა. სარეკლამო დაფები სააკაშვილის საარჩევნო ნომრით სკვერში მომღერლების მოსვლამდე დაამონტაჟეს. ხვალიდან კი თბილისის სხვადასხვა უბანში უკვე სცენებს დაამონტაჟებენ. სააკაშვილის მხარდამჭერი პირველი კონცერტი ნაძალადევში გაიმართება. ყველა კონცერტში მივიღებ მონაწილეობას და იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ არასწორი არჩევანი რომ გააკეთოს დღეს ქართველმა ხალხმა,
წავალთ რამოდენიმე წლით უკან და მე უბრალოდ ვეღარ გადავიტან ამ ყველაფერს. რატომ უჭერ ჩვენ ამ ადამიანს ხარს? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს ამისთვის. თუნდაც ის რომ მე მინდა ჩემი ქვეყანა იყოს მთლიანი ტერიტორიულად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილი მომღერლებმა ცნობილ სიმღერაშიც გამოხატეს. აფხაზეთო ჩემო მათ სააკაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის წარდგენის დროს სპორტის სასახლეშიც შეასრულეს. მთავარ წინასაარჩევნო კამპანიას კი პრეზიდენტობის კანდიდატი თავად წარმართავს. როგორც სააკაშვილის შტაბის წევრები ამბობენ, კამპანიის პრიორიტეტი ხალხთან შეხვედრები იქნება. პრაქტიკულად ყველა დღე იქნება და არის გაწერილი. ზოგი ისეთი დღე არის, როცა ის ერთი დღე თბილისში, დღის ერთი ნახევარი თბილისშია შეხვედრებზე, დღის მეორე ნახევარი რეგიონშია, მაგალითად გუშინ იყო იმერეთში, ხვალ იქნება სამეგრელოში, ზეგ იქნება აჭარაში. რეგიონებში 15 დეკემბრიდან ესტრადის ვარსკვლავებიც ჩავლენ და 30 დეკემბრამდე სააკაშვილის მხარდამჭერ კონცერტებს გამართავენ. შალომონ თელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება კოალიცია, რომელშიც 15 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული ყველა საპრეზიდენტო კანდიდატთან გეგმავს შეხვედრას. მათი მიზანია კანდიდატებს საკუთარი დამოკიდებულება და გადაჭრის გზები გააცნონ იმ პრობლემებზე, რაც დღეს საქართველოში არსებობს. არასამთავრობოების საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამასაც მოისმენენ. შალომონ თელაშვილთან შეხვედრა 2 საათი დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენთან გაერთიანებული ყოველ შემთხვევაში არ აფიქსირებენ თავის კონკრეტულ პოზიციას, რომელ კანდიდატს უჭერენ მხარს და ვფიქრობ, ეს არც არის სწორი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ყოველი კონკრეტული პიროვნება, ყოველი კონკრეტული მოქალაქე ამ ორგანიზაციებს შემავალი თვითონ გადაწყვეტს ამის შემდეგ, თუ ვის უნდა მიწეს ხმა. მათი გავლენა საზოგადოებაზე არის საკმაოდ სერიოზული და ის უფრო იზრდება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც საჭირო გახდება მონიტორინგი არჩევნების, დაკვირვება, ეგზიტ პოლები, უცხოელი მეთვალყურებთან ურთიერთობა, მეთვალყურების წარგზავნა არასამთავრობოებიდან თვითონ უბანში, რომ გაკონტროლდეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, აი ამ თემებზე სასაუბრო დღეს ჩვენ შევხვდით და ვფიქრობ, რომ ეს იქნება კარგი თანამშრომლობის დასაწყისი. ბიზნესი და მთავრობა ქველმოქმედებისთვის პრემიერისა და ბიზნესმენების შეხვედრა სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა. ნათია კობერიძეს ურთავს პირდაპირ ეთერში საღამომშვიდობისა. ნათია, როგორ დაეხმარებიან ბიზნესმენები და მთავრობის წევრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს? საღამომშვიდობის დღეიდან ბიზნესი და საქართველოს მთავრობა ერთდროულად ერთად იზრუნებენ საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ოჯახებზე და კონკრეტულად ასეთ ოჯახებში დაბადებულ ბავშვებზე. 2008 წლიდან ასეთ ოჯახებში დაბადებული თითოეული ბავშვი მიიღებს 1000 ლარს. ინიციატივა ეკუთვნით ქართულ ბიზნესმენებს, კერძოდ გუშინ 15 კომპანიის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და მათ შეძლეს 2.750.000 ლარის მობილიზება. ხოლო დღეს მათ ეს ინიციატივა ქორთიარდ მარიოტში საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე გააცნეს ბიზნესმენთან უფრო ფართო წრეს. აღმოჩნდა, რომ ბიზნესმენებისათვის მისაღებია ესეთი ინიციატივა. ისინი სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრაში და სულ რაღაც ნახევარი საათის განმავლობაში ქორთიარდ მარიოტში შეკრებილმა ბიზნესმენებმა საკმაოდ აქტიურად შეავსეს განაცხადები და გუშინ დაფიქსირებული 2.750.000 ლარი დღეს უკვე 5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ეს არის ბიზნესის გაერთიანება და უფრო მეტი აქტიურობა სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი მრავალი წელია უკვე ვაქტიურობთ ამ მიმართულებით, თუმცა დღეს გვინდა ბიზნესი ერთად გავერთიანდეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმისათვის, რომ სოციალურად შეჭირებული იქნება, რაც შეიძლება ნაკლები იყოს საქართველოში. ბიზნესმა რაღაც მომენტში უნდა გაინაწილოს ის პრობლემები, რაც სახელმწიფოში არსებობს, όμως გაცილებით სერიოზულად, იმიტომ რომ ის მოვლენები, რაც საქართველოში იყო ნოემბრის მოვლენები და საერთოდ მანამდე რამოდენიმე წლის განმავლობაში, რომ უკმაყოფილება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე დადებითი ემოციები, ეს არ იყო მარტო ჩემი აზრით, არ არის მარტო სახელმწიფოს რაღაც მართვის ელიტის პრობლემა. მაშასე დღეს ქართულმა ბიზნესმა 5 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ოჯახებში დაბადებული ბავშვებისათვის. ამ იდეას საქართველოს მთავრობამ შემხედრი ინიციატივით უპასუხა და დღეს ეს თანხა გასამაგდა. ანუ 15 მილიონი ლარი მოხმარდება ასეთ ოჯახებში დაბადებულ ბავშვებს. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ყოველწლიურად იგი გაასამაგებს იმ თანხას, რომლის მობილიზებასაც ქართული ბიზნესი შეძლებს. ვამაყობ ქართული ბიზნესით, ვამაყობ იმით, რომ მეც აი ამ ქართული ბიზნესის წიაღიდან მოვდივარ. ვამაყობ ჩემი კოლეგებით, ვამაყობ თქვენით და
მე მგონი აი მართლაც და უნიკალური რაღაც კეთდება. აი ესე ერთიანად ამდენი ქართული კომპანია გულისხმობ, რა თქმა უნდა, ყველა დღეს შეკრებილს და განსაკუთრებული მადლობა ამის ინიციატორებს, აი 15 კომპანიას, ვინც ასე ვთქვათ, დაძრა ეს საკითხი. სოლიდარობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მთლიანად ასე ვთქვათ, აი საზოგადოების ყველა ფენისადმი აი ესეთი სათუთი მოპყრობის ძალიან კარგი და უნიკალური მაგალითია მე მგონი მე მსგავსი მაგალითი ესეთი მასშტაბური ნამდვილად არ ვიცი DST-ს არც ერთ სხვა ქვეყანაში. ეს არის არჩეულებრივად დადებითი ინიციატივა, რომელიც მომავალზე ზრუნავს, რომელსაც ღირსეული დასაწყისი აქვს სახელი და რომელსაც ორი ხელით უჭერს მხარს მთავრობა. ოფიციალური მონაცემებით სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ოჯახებში ყოველწლიურად საქართველოში 15,000-მდე ბავშვი იბადება და დღევანდელი ინიციატივის მიზანი გახლავთ ის, რომ თითოეულმა ასეთმა ბავშვმა მინიმუმ 1000 ლარი მიიღოს. თანხების გაცემა 2008 წლიდან დაიწყება. ამ თანხებს განკარგავს ერთობლივი ფონდი, რომელიც ბიზნესმენებმა და საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბეს. ეს ფონდი 5 წლის განმავლობაში იმუშავებს, რადგან ბიზნესას და მთავრობასაც მიაჩნია, რომ 5 წლის შემდეგ აღარ იქნება ფონდის არსებობის აუცილებლობა, რადგან აღარ იქნებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ოჯახები. დიდი მადლობა ნათია კობერძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სერგეი ლავროვი ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუარესებაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თქმით, კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ მაშინ მოიძებნება, როდესაც საქართველო ანტირუსულ რიტორიკასა და ყველა პრობლემაში რუსეთის დადანაშაულებას შეწყვეტს. ეს განცხადება ლავროვმა მადრიდში გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის რუსი კოლეგის განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მთავარი პრობლემა რიტორიკაში არ არის. ურთიერთბრალდებები უშედეგოა და რუსეთმა фундаментურად უნდა შეცვალოს საქართველოს მიმართ დამოკიდებულება, აცხადებს გელა ბეჟუაშვილი. შეთანხმებები, რომლებიც მიიღწევა, უნდა შესრულდეს. სხვაგვარად შეთანხმებების მიღებისა და შესრულების შესაძლებლობა ქართველი კოლეგების მხრიდან ეჭვის ქვეშ დგება, როგორც ამან თავი იჩინა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანისას. ამ შემთხვევაში შესრულდა მხოლოდ ის პუნქტები, რისი შესრულებაც რუსულ მხარეს შეეძლო. ჩვენ ბაზები გავიყვანეთ თანაც სასწრაფო წესით, ერთ წლით ადრე ვიდრე ეს ხელმოწერილ შეთანხმებაში იყო მითითებული. რაც შეეხება ეკონომიკურ, სავაჭრო თუ სხვა სახის ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები ნორმალურ ფარგლებში აუცილებლად მოექცევა მაშინვე, როცა ქართველების პოლიტიკური დამოკიდებულება გახდება ნორმალური რუსეთის მიმართ. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა დიალოგის რეჟიმია, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობაში წარმატების მიღწევას. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ეუთოს ეფექტურობაში ეჭვის შეტანა. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ეუთოს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შეტანა შეუძლია. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეუთოს ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს, მათ შორის რუსეთიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ და კონკრეტულ დეტალებზე იმსჯელეს. ფუნდამენტური საკითხი ჩვენ ურთიერთობებში ეს არის რუსეთის მიდგომა მეზობლებისადმი, კენჭროდ საქართველოსადმი. ეს უნდა შეიცვალოს. თუ ეს არ შეიცვალა, რიტორიკაც იქნება და ყველა ის პრობლემაც გვექნება, რომელიც დღეს არის. იმიტომ რომ დემოკრატიული საზოგადოება საქართველოში ვერ მოითმენს იმას, რაც კეთდება. ჩვენ არ შეგვიძლია ხმა არ ავიმაღლოთ იმ უსამართლობაზე, რაც ხდება. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვარ და მათ თუ შეუძლიათ თავისი ემოციების ან თავისი რიტორიკების მენეჯმენტი სახში, ეს არ ნიშნავს იქ, რომ იქ არის ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება და ის საზოგადოება ითხოვს ჩვენგან რეაქციას იმ უსამართლობაზე, რომელიც ხდება დღეს საქართველოში. დღეს ამ ტერიტორიაზე. ამდენად მე ვერ დავეთანხმები ამ ბრალდებებში. შეიძლება რასაკვირველია, ყოველთვის ერთი მართალი არ არის. იქ არის საკითხები, რომელზეც ჩვენ რასაკვირველი უნდა დავწიოთ რიტორიკაც და შევუდგეთ საქმეს. მაგრამ ვერ დავეთანხმები მე ჩემ კოლეგას იმაში, რომ ეს არის ხელშემშლელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენ დავიწყოთ ფუნდამენტურ ძირითად საკითხებზე მუშაობას. რუსეთის ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებიდან გამოდის შესაბამის დოკუმენტს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. 1990 წელს პარიზში მიღებული დოკუმენტი, რომელიც ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ინფორმაციის მიღებას, გაცემასა და ინსპექტირებას ითვალისწინებს, მოსკოვისთვის აღარ მოქმედებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომელიც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას აჩერებს. მოსკოვი წყვეტს ამ საკითხზე ინფორმაციის მიღებას, გაცემას და ინსპექციის ჩატარებას. ხელშეკრულება 1990 წელს პარიზში იყო ხელმოწერილი. ამ ხელშეკრულებაზე მორატორიუმის დაწესებას რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 7 ნოემბერს მხარი დაუჭირა.
მაშინ, როდესაც ხელშეკრულება გაფორმდა, მან ევროპაში შეიარაღების შემცირების თვალსაზრისით დადებითი როლი შეასრულა. თუმცა ახლა, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკა ნატოს წევრი გახდა, ეს ხელშეკრულება რუსეთს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ბალტიისპირეთის არც ერთმა სახელმწიფომ ამ ხელშეკრულების რატიფიცირება დღემდე არ მოახდინა. პუტინს მიაჩნია, რომ რუსეთის მეგობარი ჩინეთია, ხოლო მტერი დასავლეთი. ჩემი აზრით პირიქით არის და პუტინი სერიოზულ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს. რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკა ქსენოფობიის გაღვივებაში და ამერიკის მიმართ სიძულვილის შექმნაშია. დღემდე ხელშეკრულების მონაწილე 22 ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღების შემდეგი ლიმიტი მოქმედებდა. 40,000 ტანკი, 13,600 საბრძოლო თვითმფრინავი, 4,000 საბრძოლო ვერტმფრენი, 40,000 საარტილერიო ერთეული და 60,000 საბრძოლო ჯავშნიანი მანქანა. რუსეთის ხელისუფლების პოზიციის მიხედვით ხელშეკრულებაში ყოფნა მაშინ, როცა ნატო ბულგარეთში და რუმინეთში სამხედრო ბაზებს აშენებს, ხოლო ამერიკა პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტ-საწინააღმდეგო სისტემებს ამონტაჟებს მის სახელმწიფო ინტერესებს ემუქრება. მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას თბილისში დასავლეთზე ზეწოლას უწოდებენ. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი ამ ხელშეკრულებას ადრეც არ ასრულებდა. რუსეთი ცდილობს დააკანონოს დარღვევები, რომელიც მას აქვს ამ ხელშეკრულების შეეძლო ხელშეკრულების გამო. ერთ-ერთი რეგულატორი, რომელთა საქართველოს ახერხებდა ტერიტორიიდან ბაზების გაყვანას, ყოველთვის იყო სწორედ ეს ხელშეკრულება. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა აირჩია თვითრეალიზების ეს გზა. შესაბამისად, ალბათ დადგება საკითხი, რომ მოხდეს რაიმე სხვა მექანიზმების შემუშავება, რომლითაც მოხდება ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რაც შეეხება აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მყოფ რუს სამხედროებს, ამას ცალკე ხელშეკრულება არეგულირებს. გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ეს ბაზა 2001 წელს უნდა დაეშალა. თვითონ რუსებიც ამბობდნენ, რომ გავიდნენ გუდაუთიდან, მაგრამ თუ ისინი მდგარან, ეს უკვე დგანან, ეს არის დარღვევა და აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს მხოლოდ სამშვიდობოების პრობლემა. სამშვიდობოები წყდება სხვა რეჟიმში. ქართველი ექსპერტების აზრით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება დასავლეთთან ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს. თუმცა ექსპერტების აზრით, მოსკოვმა ამ გადაწყვეტილებით გარკვეული ზეწოლა შეიძლება საქართველოსზეც განახორციელოს, რადგანაც საზღვრის სიახლოვეს განთავსებულ შეიარაღებაზე არანაირი შეზღუდვა აღარ იქნება. კავკასიაში რუსეთს შეეძლება განუსაზღვრელი ოდენობის სამხედრო ტექნიკის მობილიზება და აგრეთვე ლეგალურად აღარ იარსებებს ინსტრუმენტი გუდაუთაში სამხედრო ბაზის დახურვის დადასტურების მიზნით. მორატორიუმი 12 დეკემბრიდან ამოქმედება. ამის შემდეგ რუსეთი არ იქნება შეზღუდული ჩვეულებრივ შეიარაღებაზე რაიმე სახის ლიმიტით. ორი დღე რუსეთის დუმის არჩევნებამდე 2 დეკემბრის შემდეგ ცნობილი გახდება არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან რომელი პოლიტიკური ძალები მოხვდებიან რუსეთის პარლამენტში. ბოლო სააგიტაციო დღეს პოლიტიკური პარტიები მოსკოვში განსაკუთრებით აქტიურობენ. უამინდობის მიუხედავად ვლადიმერ ჟირინოვსკის მხარდამჭერები პუშკინის მოედანზე მაინც შეიკრიბნენ. ლურჯი ფერის დროშები, ბუშტები და ქუდები. თუმცა საარჩევნო კამპანიის ფერებში ყვითელი LDPR წერია. ლოზუნგით არ მოვიტყუოთ და არ გვეშინოდეს, ვლადიმერ ჟირინოვსკი დუმის 2 დეკემბრის არჩევნებზე 51%-ის მოგროვებას ვარაუდობს. ბოლო სააგიტაციო დღეს ხალხში გასულ ჟირინოვსკის კოცნიდნენ, ავტოგრაფებს ართმევდნენ და სურათებსაც უღებდნენ. წინა საარჩევნო კამპანია LDPR-ს $2 მილიონი დაუჯდა. პარტიის ლიდერი თვლის, რომ მისია 100%-ით შესრულდა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ყველა დისკუსიაში. ფეხით, თვითმფრინავით, მატარებლით, მანქანით მოვიარეთ თითქმის მთელი რუსეთი. ვიყავით 150 დასახლებულ პუნქტში. რუსეთის ყველა მოქალაქის გავაცანით ჩვენი პროგრამა. გავაკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში არსებულმა ნებისმიერმა პარტიამ. ამ ხელა საარჩევნო აგიტაცია არასოდეს არც ერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა. მოსკოვის ცენტრში LDPR-ის პარტიის პარალელურად ბოლო სააგიტაციო მიტინგს მემარჯვენე ოპოზიციური პარტია იაბლოკოს მართავდა. ლურჯი ფერები აქ თეთრმა დროშებმა და ბუშტებმა შეცვალა. ჟირინოვსკის მსგავსად მოსახლეობას მიტინგზე სიტყვით იაბლოკოს ლიდერმა გრიგორი ლიავლინსკიმაც მიმართა და მოსახლეობას არჩევნებში მხარდაჭერას თხოვა. რუსეთის კომუნისტურ პარტიას იძინაე რასიას მსგავსად სააგიტაციოდ ქუჩაში გასვლა არ მოუწია. წინასწარი გამოკითხებით კომუნისტების სამთავრობო იძინაე რასიასთან ერთად დუმაში მოხვედრის რეალური კანდიდატები არიან.
გენადი ზუგანოვმა ბოლოს სააგიტაციო დღეს ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. საარჩევნო პროგრამა კომუნისტებმა საკუთარ გაზეთშიც გამოაქვეყნეს. ერთადერთი, რასაც ზუგანოვის პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ითხოვს, ხმების ობიექტური დათვლაა. ახლა მთავარია ხმების დათვლა ემთხვეოდეს არჩევნებში მიცემული ხმების რაოდენობას. თხოვთ სახელმწიფოს, რომ ჩვენი მიღებული ხმების დაცვის საშუალება მოგვცეს. ოპოზიციური მემარჯვენე ძალთა კავშირის მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატმა აგიტაციის ბოლო დღე რადიო ეხო მოსკვის ეთერში გაატარა. ბორის ნემცოვის დამოკიდებულება რუსეთის ხელისუფლების მიმართ კვლავ უცვლელია. მისი თქმით, მას არ სურს ლუკაშენკოს რუსეთში ცხოვრება. გადართეთ ნებისმიერ არხზე რა ხდება. ეს არის ჩვენი მისამართით განხორციელებული სპეცოპერაცია. მთელი სააგიტაციო პერიოდის განმავლობაში SPS-ის 25 წევრი დაიჭირეს. ჩვენი მისამართით შავი პიარი ხორციელდება. ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ჩვენ შიდსით ვიყოთ დაავადებულები. ამ ყველაფერში კრემლის ადმინისტრაციის და პირადად პუტინის ხელი ურევია. აგიტაცია ოფიციალურად რუსეთში დღეს ღამის 12 საათის შემდეგ შეწყდება. რის შემდეგაც აიგრძალება მედიის საშუალებებით ყველანაირი სახის გამოსვლები და მოწოდებები. რუსეთის მე-6 მოწვევის დუმის არჩევნებამდე ზუსტად 2 დღე რჩება. 2 დეკემბრის შემდეგ ცნობილი გახდება არჩევნებში მონაწილე 11 პარტიიდან რუსეთის პარლამენტში რომელი პოლიტიკური ძალები მოხვდებიან. დავით ბაქრაძე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიას მიმდინარე ეტაპზე არსებულ ინფორმაციას აცნობს სახელმწიფო მინისტრმა. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც ბოლო დროის განმავლობაში კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის მხრიდან იყო ინსპირირებული. საუბარი შეეხო განმუხურის ინციდენტსა და გენერალ ჩაბანის საკითხსაც. სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტურ რეგიონებში პროვოკაციებს მომავალშიც არ გამორიცხავს. იქ სადაც არსებობს კონფლიქტი, ყოველთვის არსებობს პროვოკაციის რისკი, ყოველთვის არსებობს დაძაბულობის რისკი, ყოველთვის არსებობს სროლის რისკი. ამიტომ მე ისევ ვიმეორებ, ამ მომენტისთვის განსაკუთრებული რისკი არ არსებობს და არ ველოდებით, მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს არის ჩვენი მუდმივი ძალისხმევის შედეგი, რომ მოვახდინოთ ასეთი შესაძლო რისკების თავიდან აცილება და პრევენცია. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა აირჩია თვითრეალიზების ეს გზა. შესაბამისად, ალბათ დადგება საკითხი, რომ მოხდეს რაიმე სხვა მექანიზმების შემუშავება, რომლითაც მოხდება ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თქვენ ხედავთ, რომ რუსეთი არაადეკვატურად იქცევა, ეს იყო ჩაბანთან დაკავშირებული საკითხები. მან ყველა ის ხელშეკრულება დაარღვია, რომელიც მიღებული არის ამ ხნის განმავლობაში DST-ის მასშტაბით. ამ კონკრეტულად ამ შემთხვევისთვის მას უნდა თქონოდა თანხმობა როგორც ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროდან, შემდეგ ეს უნდა დამტკიცებული იყო უკვე პრეზიდენტების დონეზე. ანუ ეს პროცედურა არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე, ამ სენსიტიურ პერიოდში 5 იანვრამდე დაძაბულობები არის მოსალოდნელი და მის განეიტრალებაზე გვექნება საუბარი. პოლიტიკური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ითხოვს, რომ არ განხორციელდეს ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადირება. სპეციალური მიმართვა პოლიტიკურმა მოძრაობამ ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მეთაურს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნა. თავდაცვის ექს-მინისტრის მხარდამჭერები საქართველოს ხელისუფლებას ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, ბერლინის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა მიუსაჯა ექსტრადირების საკითხის გარკვევამდე. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეპრესიული რეჟიმის პირობებში სრულიად დაუშვებელია ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადაცია საქართველოში, რამე თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. ამის მაგალითები ჩვენ უკვე ვნახეთ და ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება ანგარიშწორების მიზნით მიმართავს ყველა უკანონო მეთოდს. ჩვენ მოგმართავთ დღეს ერთიანი საქართველოსათვის სახელით საერთაშორისო ორგანიზაციებს, მსოფლიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, გერმანიის ხელისუფლებას თქვენი სახელმწიფოს კომპეტენციის ფარგლებში ყველა სამართლებრივი საშუალება და პოლიტიკური საშუალება იქნეს გამოყენებული ყველა რესურსი, რათა არ დაუშვათ ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიცია საქართველოს. ჩვენ გუშინ გახდეთ გერმანიის საელჩოში, ქალბატონ ელჩს საუბრეთ და მე მას უთხარი პირდაპირ, რომ თუ გერმანიის ხელისუფლება გაუკეთებს ექსტრადირებას ბატონ ოქრუაშვილს, მაშინ იგი იქნება თანამონაწილე იმ დანაშაულისა, რომელიც ხორციელდება მისი და მისი ოჯახის და მისი თანამოგზაურების წინააღმდეგ. გუშინდელის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით გერმანულ მხარეს ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია. პოლიცია დიდი დიღმის ეკლესიის გაქურდაში ეჭვმიტანილებს აკავებს მათ ბრალად ივანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე ილია მართლის სახელობის ეკლესიიდან საეკლესიო შესაწირის გატაცება ედებათ. ეჭვმიტანილებმა ბრალი უკვე აღიარეს. მირეკა მამაჩემო რო ისა რა ტაძარი არის გატეხილიო და ჩამოვიდი ეგრევე ტაძარში და ეს კისოს იყო გადმოგდებული რაღაც კარებიდან უნდოდა შესვლა და ვერ გატეხეს და ეს ღამე გამოვაძრეს ესე გელა, ეგრეთ როგორც გელა რო ქვია, რკინა რო არის, იმით გამოტეხეს ეგა და შევიდნენ აქედან.
და ტრაპეზი დაუდგიათ ფეხისა და ვაფშე არეული იყო იქ ცხოვრება. დიღომში ილია მართლის ტაძრის მრევლს და მოძღვარს დღეს ეკლესია გაძარცვული დახვდათ. ქურდები ტაძარში ამ სარკმლიდან გადავიდნენ. წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესია, რომელიც 7 წელია დიღომში საბავშვო ბაღის შენობაში ფუნქციონირებს, გუშინ საღამოს გაძარცვეს. გაძარცვულია ივერიის ღვთისმშობლის ანდრია პირველწოდებულის და სერაფიმ საროელის ხატები. ესეთი სამწუხარო ფაქტი იყო ის, რომ თქვათ ეს არა მარტო ძვირფასეულობა იქნა გადაცებული, არამედ ხატების მიმართ იქნა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, უდიერება გამოხატული, უპატივცემულობა, ხატები იატაკზე, ესე უხერხულია რომ ითქვას, მაგრამ პირდაპირ იატაკზე იყო მიმოფანტული და ესე ხელით ჩანატეხი ჰქონდათ ეს დამცავი მინა და ეს ძვირფასეულობა პირდაპირ აღებული. სამართალდამცავების ინფორმაციით მძარცველები ორნი იყვნენ. ეკლესიიდან მათ მრევლის მიერ შეწირული საიუველერო ნაწარმი და შესაწირის ყუთი წაიღეს. პოლიციამ ეჭვმიტანილები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. წავედი ეკლესიაში. ის ფანჯარა რეშოტკა იყო, იმას რომ მივაწექი, გამოინგრა ყველაფერი და შევედი შიგნით. შევედი შიგნით, ოქროები რო და ვერცხლი რომ იყო 3 ხატი გავტეხე და წამოვიღე ოქრო და ვერცხლი. იქ ნახე სეიფიც. და სეიფის წამოვიღე, დავდე კუთხეში, მე ჩამოვედი მეკუთხიდან და სულში დავიდე და დავდე იქ. პირადი ჩრეკის შედეგად ამოღებული იქნა უკლებლივ ყველა საიუველერო შესაწირი ნივთი. ასევე შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების დროს ჩვენს მიერ ამოღებული იქნა მათ მიერ გადამალული თანხის შესაწირი ყუთი. ეჭვმიტანილები დანაშაულს აღიარებენ, მათ ბრალს ძარცვისა და ქურდობის მუხლებით წაუყენებენ.